ვაიმე, ესე გუშინ ვიყავი ის პოინტში რა. ხო და ერთი მოხუცი ქალი იყო, ერთი 80 წლის იქნებოდა, ხელში ეჭირა რაღაც ჩანთა. ხო და გვერდიდან გამოვარდა ვიღაც კაცი, ეგ ჩანთა გამოგლიჯა და გაიქცა რა. პოლიციამ კი ვერ დაიჭირა. მართლა, აუ ხო არის ეგ კადრი თვითონ ყველაზე კარგად რომელ კამერაში ჩანს. როგორც კი შეხვალე ის პოინტში, ხელმარჯვი როგორც გაუხვევ, მან ვეაყენია ჭერზე რაღაც დიდი კამერა. ესე იგი მივაგენ მის კოორდინატებს, ის ხორობს ორთაჭალაში. ესე იგი ვიპოვე TikTok-ის აკაუნთი, აი ეს TikTok-ის აკაუნთი. რანაირად კი მარა. ესე იგი Instagram-ის აკაუნთიც ვიპოვე, Snapchat-ი და Twitter-ი აქვს, TikTok-ის ბიოში მითითებული, YouTube-ი არხიც აქვს და ოჰ, ვაჟბატონი თურმე სან-ფრანცისკოს პროექტის გადაყმაზე მუშაობს, ნახე რა. ესე იგი ფსიქოლოგიურ დარტყმა აქვს მიყენებული ამერიკის მთავრობისთვის. ასევე დაპროექტებული აქვს მიწისქვეშა გვირაბი თბილისი და კანზის საზღვრამდე, რათა საჭიროების შემთხვევაში მე პოლიციას გაიქცეს. ეს მონაცემები უკვე ჩაბრუგდე FBI-ის აგენტებს. ვაიმე! რა ვაიმე! ჩემს ახლა პოლიცია რატო დგას? დებილი რა გააკეთე ხა დროშებით ხარ. ხო ის გადამიგზავნა ხო იცი შენ რო ისტორიის მასწავლებელმა ორიენტა გიწერ და მე მესამე სართულიდან გადააგდე ხალი. და ბოლოს კიდე ამაზონის ჯუნგლებში დატოვე ხეზე მიბმული.